ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე. ჩვენ გვაქვს კითხვები. ისინი ვალდებულნი არიან გქონდეთ პასუხები. ჩვენი უფლება ავიწოდოთ. ჩვენი უფლება მათ ძალაუფლებაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაინტერესებს სიმართლე. მათ უნდა აინტერესებდეთ ხალხის აზრი. ჩვენ ველოდებით გულახდილ პასუხებს. პირდაპირ საუბარი ეკაბერიძესთან ყოველ საქმეს მაესტროზე. საღამოშიდობისა თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს ეკაბერიძესთან. ჩვენ თავიდან ავიცილეთ სერიოზული საფრთხე, რადგან აღმოჩენილი ბომბებიდან ნაწილი განკუთვნილი იყო კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ. ვინ იცის რა საფრთხე მოგველოდა ხვალ? მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ოპერატიულ თანამშრომელს, რომლებმაც შეძლეს ამ დანაშაულის გახსნა. განაცხადა დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა მას შემდეგ, რაც ოპერატიული ღონისძიებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 კაცისგან შემდგარი ჯგუფი დააკავა. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება აფეთქებებს, რომლებიც ბოლო პერიოდში რამდენიმე ადგილას, მათ შორის ამერიკის საელჩოსთან და ლეიბორისტების ოფისთან განხორციელდა. 6 დაკავებულის გარდა ეჭვმიტანილია კიდევ 2 პირი, რომლებზეც ზევნა გამოცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ეჭვმიტანილები რუსი მაიორის ევგენი ბორისოვის დავალებებს ასრულებდნენ. ამ თემაზე დღეს ირაკლი სესიაშვილთან ვისაუბრებთ. გადაცემის მეორე ნაწილში კი რამ გამოიწვია უთანხმოება ეროვნულ ფორუმში. პირდაპირ საუბარი გუბა სანიკიძესთან. პირდაპირ საუბარს ჩვენი სტუმარია ირაკლი სესიაშვილი. ბატონო ირაკლი, მოგესალმებით პირდაპირ საუბრის სტუდიაში. მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მაინტერესებს როგორ შეაფასებთ იმ ოპერაციას, რომელიც დღეს ჩაატარა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უბრალოდ დღეს დაასრულა 6 კაციანი ჯგუფის აყვანით. რა თქმა უნდა, მივესალმები იმ ფაქტს, რომ ტერორისტული აქტები იქიდან გამოძიებული და ეჭვმიტანილები არიან დაკავებულები. თუმცა ასევე მინდა ვთქვა, რომ უმჯობესია, რომ ასეთი აქტები იქიდან წინასწარ აღკვეთილი, სანამ ისინი განხორციელდება, ვინაიდან ამ შემთხვევაში ჩვენ თავიდან ავიცილებთ ადამიანთა ასე ვთქვათ სიკვდილს, დაზიანებას და იმ შოკს. შესაძლებლად მიგაჩნიათ პრევენცია ასეთი აქტების, იმიტომ რომ კარგად გვახსოვს, რაც მოხდა 2005 წელს, როდესაც ჯორჯ ბუში იმყოფებოდა თბილისში, მაშინ კინაღამ ამერიკის პრეზიდენტი ააფეთქა ვოვა რუთინოვმა და ამერიკის სპეცსამსახურებმა ამის პრევენცია პრაქტიკულად ვერ მოახერხეს. 11 სექტემბრის შემდეგ შეერთებულ შტატებში ტერორისტული აქტი ფაქტობრივად არ მომხდარა და ეს გამოწვეული იყო იმით, რომ მუდმივად ხდებოდა პრევენციული ღონისძიებების გატარება. ანუ ჩემი მხრიდან მოწოდება იქნება, რომ კარგია, რომ როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჩვენ აღკვეთეთ შემდგომი ტერორისტული აქტები, ეს მართლაც კარგი არის და ამ ფაქტს მივესალმები განსაკუთრებით. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საჭირო მეტი ღონისძიებების გატარება, მეტი ანტიტერორისტული პრევენციული ღონისძიებების გატარება, რათა მაქსიმალურად იყოს ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ქვეყანა დაცული. აი, რაში შეიძლება ბატონო ირაკლი ასეთი ღონისძიებები გამოიხატოს? იმიტომ რომ თუნდაც ლეიბორისტებმა მაგალითად დღეს განაცხადეს, რომ მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც ისმინება მათი აზრით ყველა სატელეფონო ზარი და არის ყველაფერი კონტროლის ქვეშ, ხელისუფლების გარეშე მომხდარიყო ეს ტერაქტები. ეთანხმებით მათ? ის რა არის, თუკი ჩვენ ამ ტერორისტული აქტების ანალიზს დავიწყებთ, მე ვფიქრობ, რომ ის რაც ჩვენ ნახეთ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ დასკვნა გამოიტანა, მე ვფიქრობ, რომ ახლოს არის რეალობასთან. ამის არგუმენტად შემიძლია მოვიყვანო პირველ რიგში ის, რომ ერთ-ერთი ტერორისტული აქტი განხორციელდა საელჩოსთან, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან. შესაბამისად, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ შემთხვევაში ამერიკული მხარე ჩაერეოდა გამოძიებაში, ყოველ შემთხვევაში. თუმცა ამის შესახებ ჯერჯერობით არავის არ განუცხადებია. თქვენ ამ ინფორმაციას თუ ვერსია უბრალოდ? არა, ეს ნაწილობრივ ფლოპ ინფორმაციას, ნაწილობრივ ეს შეიძლება ვერსიად გამიხილოთ. რამდენადაც კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენი კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის სხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ჩაატარონ საგამოძიებო ღონისძიებები, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ტერორიზმს, როდესაც საქმე ეხება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, რომელიც ასევე არის როგორც შეერთებული შტატების ქონება, ამ შემთხვევაში ღრმად ვარ დარწმუნებული და გარკვეულწილად ინფორმაციასაც ვფლობ, რომ ამ გამოძიებაში ჩართული იყვნენ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, რაც მიძლიერებს იმ ასე ვთქვათ არგუმენტაციას, რომ ამ შემთხვევაში გამოძიება ჩატარდა ობიექტურად
ის დადგენილი მასალა, რომელიც ასე ვთქვათ, გამოყენებული იყო ამ საფეთქებადი ნივთიერებებში დაემთხვა ერთმანეთს. თუმცა, ბატონო ირაკლი, მაპატიეთ რომ გაწყვეტინებთ, თუ კი ამერიკელები იყვნენ ჩარეული ამ საქმის გამოძიებაში, მაშინ პრევენცია ვერც მათ მოუხერხებიათ, რადგან ლეიბორისტების ოფისთან პრევენცია არის სახელმწიფოს პრევენცია არის. თქვენ მართალ ვზანებთ, პრევენცია არის სახელმწიფოს საქმე, თუმცა პრევენციული ღონისძიებების გატარება დამოუკიდებლად სახელმწიფოს გაუჭირდება, განსაკუთრებით ჩვენაერ სახელმწიფოს, რომელსაც საკმაოდ სუსტი აქვს უსაფრთხოების გარემო. აუცილებელია რომ სხვა ძლიერი სახელმწიფოები ამ მიმართულებით დაეხმარონ. ჩვენთან უსაფრთხოების გარემო? უსაფრთხოების გარემოში პირველ რიგში თუნდაც იმას გულისხმობ, რომ დაახლოებით 1000 კილომეტრამდე ჩვენ გვაქვს არაკონტროლირებადი საზღვარი, საიდანაც ასე ვთქვათ, საფრთხეების გადმოდინება მის ალბათობა საკმაოდ მაღალია. მე მგონა შიდა კონტროლს გულისხმობდით. შიდა კონტროლის მექანიზმებიც, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ძლიერი, ეს გამოწვეულია მრავალი ფაქტორით, მათ შორის რესურსით, შესაძლებლობებით, გამოცდილებით, განათლებით, პროფესიონალიზმით, რაც ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებში არის დეფიციტური ჯერ კიდევ, რამდენადაც ამას ჭირდება საკმაოდ სერიოზული მუშაობა. გარდა ამისა, სამწუხაროდ ჩვენი სისტემა პოლიტიზირებულია და ხშირ შემთხვევაში პროფესიონალ კადრებს არ აქვთ შესაძლებლობა რომ დასახლდნენ ასეთ ინსტიტუტებში. ამიტომ ეს არ არის ერთი რომელიმე მიზეზი, რაზეც შეგვიძლია თქვა და ასე ერთი მიმართულებით ვისაუბროთ. რაც შეეხება უშუალოდ პრევენციული ხასიათის ღონისძიებებს, იცით რა, აქ არის სერიოზული კამათი, განსაკუთრებით დასავლეთში, სადაც დემოკრატიული საზოგადოება მაქსიმალურად ვითხოვს, რომ დაცული იქნას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოები, ხელისუფლებები, რომლებიც ტერორიზმის საფრთხეების ნეიტრალიზაციის საფუძვლით მოითხოვენ ადამიანის უფლებების შეზღუდვას, აწყდებიან სერიოზულ წინააღმდეგობას საზოგადოებების მხრიდან. ამიტომ ეს ზღვარი უნდა იყოს გონივრულად დაცული. მაგრამ სად არსებობს იმის გარანტია, რომ დაუშვათ ვიღაცა ისევ პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენოს? ეს ჩვენ სახელმწიფოში არის, ასე ვთქვათ, საიშროების მატარებელი, რომ ჩვენი სახელმწიფო ხელისუფლება ამ შემთხვევაში ამ არგუმენტაციას გამოიყენებს და უსაფუძვლოდ მოახდენს მოქალაქეთა დაკავებას. სამწუხაროდ ასეთი ფაქტები ჰქონდა და სწორედ ამას ვეყრდნობი და არ ვიძახი უბრალოდ ასე თქვა წინასწარ რაღაც ბრალდებას არ წარუდგენთ ხელისუფლებას. გარდა ამისა, იცით რომ რამდენიმე ცვლილება შევიდა პოლიციის შესახებ კანონში, რომელიც ჩემი აზრით გარკვეულწილად თითიდან გამოწვეული იყო, არანაირი ანალიზი არ ჩატარებულა. საუბარია პატრიოტის აქტზეც უკვე კარგა ხანია. თუნდაც პატრიოტის რომელიც ძალიან მკაც ღონისძიებებს გულისხმობს. ჩვენ მაშინ დავსვით შეკითხვა, რომ არის კი რაიმე ხელშემშლელი პირობები, რომლის გამოც ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები ვერ იცავენ წესრიგს ან ხელი ეშლება თავიანთ საქმიანობაში. პასუხი ვერ მივიღეთ და ცხადია, როდესაც ვერ იღებ არგუმენტირებულ პასუხს თუ რატო ხდება ასეთი ტიპის ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო ცვლილებების განხორციელება კანონმდებლობაში, ცხადია, ბუნებრივად გიჩნდება, რომ ამას აქვს პოლიტიკური მიზნები, ან იგივე რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ ეს გამოიყენოს როგორც მოსახლეობის დაშინების ინსტრუმენტი. ისე როგორ ფიქრობ, დღევანდელი კანონმდებლობა აძლევს, თქვათ, შესაბამის ორგანოებს იმის საშუალებას, რომ თავისუფლად იმოქმედონ მსგავსი ფაქტების აღკვეთის მიზნით? თუ მართლა საჭიროა, რომ მათ მეტად გაეხსნათ ხელფეხი? იცით რა, მე კანონმდებლობაში ამ ეტაპზე, ჩემი, ასე ვთქვათ, ვიწრო ხედვით, ვერ ვხედავ რაიმე შემაფერხებელ ფაქტოს, რის გამოც ჩვენი ხელისუფლება ვერ მოქმედებს ადეკვატურად და ვერ შეძლებს რომ გამოავლინოს მსგავსი ფაქტები. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება რიგ შემთხვევაში გადამეტებულად იყენებს და სარგებლობს საკუთარი უფლებებით. ამაზე შეგვიძლია ჩვენ ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია ძალიან ბევრი ფაქტი მოვიყვანოთ. მათ შორის არის ასეთი, ასე ვთქვათ, ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს აპარატურა, რომელიც მუდმივ რეჟიმში იწერს ყველა საუბარს და შემდგომ ხდება იმ საუბრების გაშიფრა, რომელიც მათ, ასე ვთქვათ, დაინტერესებული პირის მიმართ დაშირდებათ. ამიტომ ეს თავისთავად შეიძლება გარკვეულ თუმცა ეს ვერსიების დონეზეა მხოლოდ ეს ინფორმაცია, ამიტომ არ ამგონია რომ მხოლოდ ეს ვერსია იყოს, იმიტომ რომ მაშინ თუ ყველა საუბარს იწერენ, რატო ვერ მოხერხდა თავის დროზე, თუნდაც ამ დაჯგუფების ჩაწერა და მოსმენა სხვა ღონისძიება. მოსმენის დროს უშუალოდ აგენტი, ასე ვთქვათ, უთვალთვალებს და უსმენს პირს და შეიძლება დანაშაულის დროულად აღკვეთა, მაგრამ ჩაწერის დროს ხდება ჩანაწერის გამოყენება. ეს განსხვავებული ღონისძიება ძალიან ძნელია ერთდროულად. ანუ იწერენ იმიტომ, რომ შემდგომში პოლიტიკური მიზნებით გამოიყენონ. არა, მე ამ შემთხვევაში უშუალო ბრალდებას, მე ამ შემთხვევაში ვსაუბრობდი იმაზე, რომ
ტერორისტთან წინააღმდეგ ბრძოლისას არ შეიძლება ამ შემთხვევაში დავივიწყოთ ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და ხელისუფლებამ თუ ისინი აი ამ აქტების შემდგომ გარკვეულ ცვლილებებს აპირებენ, მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინონ წინააღმდეგ შემთხვევაში ისედაც ასე ვთქვათ შეზღუდული, უფლება შეზღუდული მოქალაქეები კვლავაც აღმოჩნდებიან სახელმწიფო ტერორის მანქანის ქვეშ. ეხლა რაც შეეხება სახელმწიფო ტერორს არის ჟენევის 1997 წლის დეკლარაცია სახელმწიფო ტერორის შესახებ, რომელიც განმარტავს თუ რას წარმოადგენს სახელმწიფო ტერორი, სადაც არის იგივე მედიის ასე ვთქვათ თავისუფლების შეზღუდვა, ადამიანების ძდევნა, კერძო მეწარმეების, ბიზნესმენების დატერორება და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ სამწუხაროდ აი ამ პირობებში ვიმყოფებით. თუმცა ეს რა თქმა უნდა პოლიტიკური მხარეა, მაგრამ არსებობს გარე საფრთხეები, რაზეც ვთქვათ ჩვენ შეგვიძლია აი ამ ფაქტებთან დაკავშირებით ვისაუბროთ. ვიდრე ისევ ფაქტებს დაუბრუნდებოდეთ, კიდევ ერთი უფრო ასე ვთქვათ პოლიტიკური განხრის შეკითხვა. შეგიძლიათ დაუშვათ ის ვერსია, ანუ შესაძლოა ეს ვერსია საერთოდ აბსურდულად მოგეჩვენოთ, არ ვიცი, რომ ყველაფერი ეს, ანუ აი ეს ოპერაციები, ასე ვთქვათ, ტარდება პიარისთვის, იმისთვის, რომ შემდგომში მიიღონ ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, როგორიც სურთ რომ მიიღონ. ამ ვერსიას არ დაუშვებ. ერთი რომ იმიტომ რომ ხელისუფლებას აქვს სრული თავისუფლება გააკეთოს რაც უნდა და სამწუხაროდ იმ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ აბსოლუტურად დამოუკიდებლად ყოველგვარი ასე ვთქვათ გონიურული არგუმენტების გარეშე სიტუაცია გაართულა, სოციალური სიტუაცია და ამძიმა. რაც შეეხება ხელოვნურად, ანუ საუბრობთ იმაზე, რომ შეიძლება ეს ხელისუფლების მიერ ხომ არ არის ინსპირირებული. ნუ ასეთ ვერსიასაც ალბათ აქვს არსებობის. მე ამ ვერსიას გამორიცხავ ერთი თქვენ ალბათ გახსოვთ განმოხურის შემთხვევა, სადაც აშკარად იყო იმის ნიშნები, რომ ეს იყო ხელისუფლების მიერ ორგანიზებული, თუმცა ამ შემთხვევაში მე გამორიცხავ და რატო გეტყვით. საქმეში, ასე ვთქვათ, გარკვეულ მკაფიო არგუმენტაციას იძენს შეერთებული შტატების საელჩოსთან აფეთქება. იქ რომ ჩვენი ხელისუფლების ხელიერიოს და რა თქმა უნდა სიმართლე რიგ შემთხვევებში არ იმალება, მით უმეტეს როდესაც ასეთ საქმესთან გვაქვს საქმე, იქ შეერთებული შტატების ხელისუფლება არის პრინციპული და ამ ფაქტს აუცილებლად გამოიწვია. ანუ სხვა შემთხვევაში მსგავსი ეჭვი გაგიჩნდებოდათ? ის რა არის სამწუხაროდ საზოგადოებასა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის ნდობის ფაქტორი, ნდობა არის ძალიან დაბალი. მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს თავად მოყავს, რომ ეს არის 82%, თუ თქვენ შეხვალთ მათ ვებგვერდზე და ამ კვლევას უფრო ღრმად ჩაუღრმავდებით, დაინახავთ, რომ არც თუ ისე ნდობით არის საზოგადოება აღჭურვილი და გარკვეული ნაწილი, მაგალითად დაახლოებით 25% არ მახსოვს ახლა შეიძლება ვწდებოდე. მაინც ან თulis რომ პოლიცია რიგ შემთხვევებში არ ღვევს კანონს. გასაგებია, კარგი. ნდობის ფაქტორი ხა მე შემილია პოლიტიკური ნიშნით დევნის რამდენიმე ფაქტი მოიყვანო. იგივე 9 აპრილის დროს, გამოსვლების დროს 120 შემთხვევა მოხდა, როდესაც მოქალაქეების მიმართ განხორციელდა დევნა, ფიზიკური ზეწოლა, თავდასხმა, არც ერთი ფაქტი არ არის გამოძიებული. ამიტომ ნდობის ფაქტორი რომ არსებობდეს, მაშინ ჩვენ NVR 1, NVR 2 თუ წინა ის ვიდეო სერიალები უნდა დაგვეჯერებინა, მაგრამ ეს პრობლემა ჩვენ საზოგადოებაში არის. ამ შემთხვევაში დამნაშავეა ხელისუფლება, რომელმაც ჩვენ მგელი-მგელის შიშით ასე ვთქვათ, ეს ნდობა დაგოკარგინა მათ მიმართ. მაგრამ ამ შემთხვევაში მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლება ამ რისკზე არ წავიდოდა. გასაგებია, მაშინ მოდით გამეცით პასუხი კითხვაზე, აქაც თქვენი ვერსია მაინტერესებს, რატომ უნდა მოეწყო თუნდაც რუსეთის მიერ დაქირავებულ შემსრულებელს აფეთქება ამერიკის საელჩოსთან? რა მიზანს ემსახურებოდა ეს თქვენი აზრი?